ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე აუყვანიათ სახლიდან და სახლში დარჩათ მცირეწლოვანი ბავშვებიო, ეხლა დაწერეს. აი ამიტომ არ უნდა ჩამოართვას არავინ პროპაგანდისტებს ხელი, არ უნდა მიულოცოს დაბადების დღე და ზოგადად არანაირი პოზიტიური დამოკიდებულება მათ მიმართ არ უნდა გამოამჟღავნოს. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ხო გახსოვთ? ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი ყველა გადაცემაში თავისი ყველა ეთერის წინ აცხადებდა სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობელსო. ამის გამო ჩამოაშორეს ფაქტობრივად საზოგადოებრივ მაუწყებელს და მაგ ამბამდე იყო კიდე თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალი, მაგალითად კახა მელიქიძე, იმიტომ ჩამოაშორეს სპორტულ რეპორტაჟებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით აშუქებდა, თან ერთადერთი ქართველი იყო თავის სფეროში, ვისაც ეს საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდა, რომ კობახიძეს საკმარისად ხშირად არაჩვენებენ ჩვენი ნაკრები გოლს რო იტანსო. და აჩვენე უფრო ხშირად, ამან უთხრა იმაზე ხშირად ვერ ვაჩვენებ, ვიდრე სტანდარტშია ეს განსაზღვრულიო და ხო და შენც კარგად იყავიო. და არც ერთმა ხმარო არ ამოიღეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ვინც მუშაობთ. ეს ადამიანები ხო თქვენი თანამშრომლები და რა ვიცი მეგობრებიც ზოგისთვის ალბათ იყვნენ წლების განმავლობაში. და აი სიჩუმე რას გაგიკეთებთ ისევ თქვენ და თქვენ რო დაგჭირდებათ სხვისი ხმის ამოღება და სოლიდარობა, მე ნახავთ. არავინ არ უნდა ჩამოგართვათ ხელი, არავინ არ უნდა გითხრათ გამარჯობა და არავინ არ უნდა მოგილოცოთ დაბადების დღე. აი ეს იქნება სწორი.